თუ ამ სამ რამეს არ გააცნობიერებს, სიღარიბეს ვერაზროს დააღწევ თავს. 3 ყველაზე კატასტროფული შიში, რაც მოსახლეობის 99%-ს პარალელით შეაგდებს. უნდა გააცნობიერო, რომ სამივე შიში არის ჩვეულებრივი ილუზია, რაც მილიარდობით წელი მოყვება. პირველი, ეს ყველასთვის არ არის. რწმენა იმისა, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, ვისაც ყოველთვის უმართლებს. იქნება ეს ბიზნესის წამოწყება, თუ კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებში. ასეთ ადამიანს ჯერა, თუ თავად ცდის არაფერი გამოვა, იმიტომ რომ უმეტესობას არ გამოსდის. სანამ ეს შიში არ გადავლახე, ვერა და ვერ წამოვედი ჩემი საყვარელი 400 ლარიანი სამსახურიდან. მეორე შიში, თუ ვიღაცა აღწევს წარმატებას, ამით მე მართმევს წარმატებას. ეკონომიკამ და ძალიან ცუდმა ბიზნესმენებმა დაგაჯერეს, რომ წარმატება შეზღუდული რესურსია. ამას ისინი მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ თავიანთი პროდუქტი უფრო მალე და სწრაფად გაყიდონ და შეგიქმნან ხელოვნური დეფიციტის შეგრძნება. სინამდვილეში წარმატება ოკეანეს გავს. მას ვერასდროს ამოწურავ. ნუ გჯერა დახამებული ბიზნესმენების. წარმატება ყველას და ყოველთვის ეყოფა. თუ გინდა ცხოვრება შეცვალო, უნდა იფიქრო შექმნაზე. როგორ უნდა იფიქრო შექმნაზე, ანუ სიუხვეზე, როცა ფიქრობ იმაზე, რომ არ გეყოფა, ანუ დეფიციტზე. სიუხვეზე და დეფიციტზე რულად ვერ იფიქრებ. ეს შეუძლებელია. და რომელს ირჩევ შენ? და ბოლო მესამე შიში. თუ ბიზნესს დავიწყებ, შეიძლება კლიენტები დამიმთავრდნენ და მშიერი მოკვდები. ეს შიში თითქმის 7 წელი მაწუხებდა. წარმოიდგინე, ბიზნესში 7 წელი ხარ, იმის შიშით, რომ ყოველი ახალი კლიენტი შეიძლება ბოლო იყოს. ეს შიში მოყვება პირველყოფილების ხანიდან, სადაც მაქსიმალურად შეზღუდულები ვიყავით ნაცნობობის წრით და ტექნოლოგიების უქონლობის გამო არ ქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი ადამიანი გაგვეცნო. კლიენტები არასდროს დამთავრდებიან, რატომღაც მერვე წელია ბიზნესში ვარ და ყოველთვეში უფრო მეტი და მეტი კლიენტი მყავს. გაგიზიარებ ერთ ფრაზას, რომლის მოსმენის შემდეგ ჟრუანდელმა გამიერა მთელ სხეულში. და აიღო მან სიუხვიდან სიუხვე და შერჩა მხოლოდ სიუხვე. თუ გაინტერესებს როგორ შექმნა ისეთი კონტენტი, რომელიც ულიმიტოდ მოიზიდავს ახალ კლიენტებს შენს ბიზნესში, ან თუ ბიზნესი არა გაქვს, გინდა კონტენტი შეუქმნა სხვა კომპანიას და ამაში აიღო ანაზღაურება, მომწერე პირადში და ჩვენი მენეჯერები აგიხსნიან დეტალებს.